1-3 წლის უკან თქვით პირველად რომ დავიწყოთ. მესამე კვირიდან ხო რასაც ჭამდი ის აღარ მაკმაყოფილება. აქამდე რომ მოვედი ძალიან ბევრი რაღაცა გავიარე რა ძალიან რთულიც იყო და კომპლექსები რა აი ძალიან გამხდარი რო. ვაღადა 1 წუთი არა გასული შეჭება დაგაზი გაიჭიდა. უკან გამოიწია. მოვედით ბრატ. ეხა დავიწყეთ რა დღეს კაროჩე ესე მოკლედ რომ მოყვეთ. ვივარჯიშე ისა რაღაცა ამას თავის საქმეები მოგვარა. გამოვედით რა უსაქმურად ვიყავით და სადღაც გავისერნო თქო და კაროჩე ბოტანიკურში ამოვედით ისეთ ადგილას ავართ იმენა ვარჯიში და მოსული. კაი კარდიო დავცხე რა. მაგრამ მაგრა დასწორებს ეხა ისეთი ადგილია სადაც იმენა პატარაობა გახსენდება რა. ყველა პონჩთან. პატარაობა და ვაფშე მარტო არიან. შეყვარებული წყვილები ეხლა ისეთ ადგილას ვართ ამოსული რა ზუზევით ვართ და შეყვარებული წყვილები არის რაღაცა ოჯახი ის რაღაცა ჩვენ ორი კაცი გეიბივით ვართ. ეს ამოსულები ვართ რა. ეს რაღაცა სპონტანურად ხანდახან გასეინება. მაგრამ ასწორებს რა ესე. რაღაცა დაგეგმის გარეშე და რაღაცა ხო? ოცა ანუ გეგმაც ასწორებს იდეაში ეგრე არის რა. მაგრამ ხანდახან ასწორებს ის როდესაც გეგმას არ ვიყვები რა და უბრალოდ ეს გადაწყვეტა მოდი აქ წავიდე და წავხვალ. აი რაღაცა ეხა ხვევით ხო? ზეგვარის პატარა ბავშვები რა ამოსულები არიან რაღაც თავის მოჩი ერთობიან და ბიჭო მაგრად კი ასწორებს ხა თელი პატარაობა რაღაცა მეგობრები სამეგობრო კლასელები რა ყველა აქ ამოდიოდით ხა არა შევოით ხა პიკნიკობდით ხან ისა არა ნიჩევო რა ეხა რა ბევრი ბიჭო ბევრი ამბის მოყოლა შეიძლება ეხა მაგ შენ დაიწყე რა ვიცი რამე ამბავი თვითონ მოვყვეთ რა გადაობა რა აქ რა მოდიოდით კი არა გინდ მიდაში რაც გადაგხვდენია და გინდ მარტოში რაც გადაგხვდენია რა ბიჭო რა ვიცი მე აქ რაც ამ ადგილზე მარტო აი კლასელები რო ამოდიოდით აი მაშინ სკოლის მერე რაღაც ან ზაფხულში ისე ივნისის დასაწყისში სანამ ყველა წავიდოდა რა ავის ადგილას აი აქ რო ამოდიოდით ხოლმე სულ მახსოვს რა აი ქვევით ეხა იქ ის ადგილი მანდამაის გადაკეტილი ახლა არ ვიცი და გადაკეტილა იქ ამოდიოდით ყოველთვის რაღაცა ხო ამოდიოდით მოკლედ და სულ რაღაცა ვერთობოდით სულ ეს აი რაღაცა გადაობები ხდებოდა ყოველთვის რაღაც ბავშვური გადაობები რა და ბავშვური გადაობები ყოველთვის ასწორებს ახლა ბავშვი რო ხარ მაშინ ეს და ახლაც ასწორებს ხოლმე რა ის შეიძლება ახლა ბიჭო ისტორია მოყევი არ მახსენდება ჩატალოზე წავედით პირველად რა ვაფშე რა და ბავშვები შევიკრიბეთ წავედით ეხა კლასელები რა ვიყიდით რაღაცა სასმლები ისა რაღაცა და ყველამ რაღაცა მიწერა ეხა რომ ეს მასწავლებლებს რა დამრიგებელს რატო ვერ მოდიოდა ეხა მე მივწერე რომ მეთქი ცუდა დავარ დიაჩევსაც დავარეკინე რა იმენა ერთი რამდენი ხანივე ჩაიჩებოდი რომ დაერეკა რა და ყველამ ბიჭო ყველამ უთხრა კაროჩე რომ ექიმთან ავარო შენ ის მიწერე რომ სოფელში ვარო 10 კაცი თუ რაღაცა ეგეთი მიწერე 10 კაცი 9 კაცმა მიწერე ცუდა დავარ ჩემი კაცი სულ ის იყავით ერთ-ერთი კაცი და სულ არა და მე რა ისტორია შევხვდი ამან მოატყუებინა რომ თვალი ბურთი მოხდები თვალში თქო და თვალის ექიმთან ვარ და მეორე დღეს ვაპირებდი თვალ გადახვეული მისვლა დაჭუტული ესე თვალები ესე მივალო რა აუ მარა ის კი მახსოვს ბრატ რომ მივედით კაროჩე მეორე დღეს აი დამრიგებელმა კაროჩე იეთი არ დახავს ვიდეოს არა მარტო თვალებში რომ შეგიხედა იგეთხოვა და ყველაფერი კაროჩე იმედა რა ისა ბიჭო კიდე რა ქვია ჩერთა და ვარ სამეგრელოში დასავლეთში რა წაყვანილი მყავს ესა და რაღაცა მაგაშუა ეხა ერთი კვირა ვიყავი და ხიზლები არასდროს არ ყოფილოთ რა სულ თვალები ვიყავით სულ სვამდით რა სულ ისა რა დუჟენდიაში ვიყავით რა მაგარი დავლით ეხა და რაიონი არის ესე და რაიონიდან მივდივართ უკვე ცოტა 1 კილომეტრია დაახლოებით წასასვლელია და ოღონდ სულ ჩაბნელებული გზა და სულ აღმართი და შეიძლება დეიძაღლი გამოგიკიდოს კაროჩე რა და ეს ხო მაგარია კაროჩე ვიღაცის იმაში შევიდა ეზოში გუჩო შეჩია ვეფსიაო და ვაწათეო კაროჩე რა უდა მომსაო და კაი მეთქი რა უნდა მეთქვა აღა და 1 წუთი არა გასული შეჩება დაგაზი გაიჭიდა კაუჭეზე ამოგდებული მორბოდა მერე კაროჩე ჩავდიოდით ქვევით რა და გვერდზე ხარ რა სასაცილო ისტორიაა მაგრამ ვიღაცა გარდაიცვალა რა და სახში დასვენებული იყო კუბო კაროჩე და ეს დებილი მივდივართ ესე წინ კაროჩე და ესე უკან გამოიწია ახტა დააკვირდა და კუბო შეჩემაო წამომეთქი კაროჩე რა და ვიღაცასთან შევედით ჯერ სანამ შევიდოდით ბიჭო კარებთან ესე ვიყურებოდით ცუდად ვიყავით кайფობდით რა რა кайფე ბავშვები დებილები ვიყავით რა მერე უკიდან გამოვიდა ვიღაცა ხარ და ჩვენ ავტომატურად შევედით ეხლა რა უნდა იფიქრა რა და კრუგი დავარტყით რა შესვლასაც გააჩნია რა ხო იმაშკენი ავხდი და მეთქი ვა მეთქი უდარი და ეხლა პატივი როგორ არ უნდა ვცეთ ეხლა ბავშვები ვიყავით იქ მაგრამ ხო შევედი და ჩვენ გვაწვია ჭრელა ჭრულა დასაც მე
რაღაცა მწვანე მაისური და ყავისფერი შარვანი და მეც ეგრე რაღაცა ჭრელაჭრა ყველა შავებში არის და როგორც რაღაც პატარა ასასვლელი იყო და გვერდზე დავდაგით ეხლა არავინ არ ვიყურებს და გამოვიდა უკან ვიღაცა ხალი და ეგრევე შევაჭერით და აი სიტუაცია არის ვიღაცა ძალიან ხუცესი ხალი გარდაიცვალა და ყველა გლოვობს ესა ის რაღაცა და ჩვენ ბედნიერი სახეებით მივტასავთ იქეთ უკან რო იყო გახსოვს ისა კუბოს უკან რო იყო კარები გაღებული და ის რო იყო საჭმელი და ლამის რო შევედი ლამის ბად რო შევედი და მე კიდე კაი აგერა გადაგვარჩინა ამის წინაპარმა თორე იქიდან ცოცხლები ვერ გამოვიდოდით მართლა და რო გამოვედით იქიდან კიდე შუაგზაში სიცილით ვსყდებოდი და იმედია იმ ხალხმა არ გაიგო რომ ვიცინოდი ეგ იყო ის ესეა მაგაზი იქ რო ვიყავით დინარიდან რომ მოდიოდის ჯერ ოღორი გამოგვეკიდა და მე ბიჭო ჩემი კაი დინარიდან მომდივარ და ჯერ ღორი გამოგვეკიდა მე მაგას გავეკეთი ძლივს ოფლიანები დაღლილები კაროჩე წავედით და იქიდან კაი ერთი აი ამ ხილა ნაგაზით გას ესე გვიყურებს იმეა და ნაბიჯი გადადიდა ხო 5 თვის და გამოგვეკიდა და კიდე კაი მე მეზობილმა გამოვარდა იქიდან მე გაგიყვან თორა და მივდიოდი და ის დაღლი გვერდზე მოყვებოდა რა და დააცემნა და კაროჩე იმენა ლამის გადახვდით და ხირო და გაფიშე მე დავაბიჯა გული გავისხდა ჩემი მე ის ხალხს ეგრეგაცი ხომოყვებოდა და რაღაც ერთი 10 თუ რაღაც 10 ბავშვი პატარა ბავშვი 5 წელი 6 წლის ბავშვები თამაშობენ ეგრეგაცი როგორც ვეთაინახეს ველოსიპედები იყარეს გაიწნეს ახებში ბიჭო ეხა მოდი რაზე ვიბაზროთ იცი ვარჯიშზე და ეგეთ რაღაცეებზე რა აი შენც მოყევი ეხა ბევრი ადამიანი არის თუნდაც ვიცი რომ აი ექტომორფი არის რა ძალიან გამხდარია და უწყდება დარბაზში სიარული იმიტომ რომ რას იფიქრებს რომ ხალხიო და ეგეთ რაღაც სისულელეები რა ეგა ჩოლებრივი დებილობა რა მაგაზე მე დავიწყებ აგერ ეხა მე ვარჯიშობ 7 წელია მაგრამ მე თავიდან იმენა ძროხა ვიყავი რომ დავიწყე ვარჯიში მე ძალიან გავხდი მე იმენა ჩხინკა ვიყავი და ეხა აქამდე რომ მოვედი ძალიან ბევრი რაღაცა გავიარე რა ძალიან რთულიც იყო და შრომატევადიც რა და ეხა ესეც მით უმეტეს რა ხო მოგრედ აი ვარჯიშზე რო არის რა აი რას თქვა ექტომორფები და რაღაცა და არის რაღაცა კომპლექსები რა რომ აი ძალიან გამხდარი რო არის ადამიანი და სხვენია იქ მისვლა ანუ სავარჯიშოდ მისვლა რომ აი იქ ეხლა ის რო დახვდებიან ძალიან მასიური ადამიანები და აი კუნთები რო აკვდებათ რა ჯაზები ხარ კუნთები რო აკვდება და ეგენი დასინებენ და რაღაცა და ეგენი დასინებენ და რაღაცა და ანუ მეც ეგრე ვიყავი რა იმიტომ რომ ხა ჩემი პატარაობის ფოტოები რო ნახოთ მარტო ასაკი მემატება რა ანუ კილო არ მემატებოდა საერთოდ მარტო მემატებოდა ასაკი რა ტანზე ვიყავი ერთი და აი 18 წლის ასაკში ვიყავი 58 კილო ხო 58 კილო ვიყავი და უბრალოდ აღდგომიდან ჩამოვედით რაღაცა მე და ოჯახი მოგეთ ქუთაისიდან ჩამოვედით და მაშინ იყო რაღაც ის პერიოდი რა ის უნივერსიტეტები რო პროტესტის გამო რო არ მიდიოდა რა ხალხი სასწავლებლად და მაშინ ის პერიოდი იყო და უბრალოდ სახში თამაშობდი რა და ეხა ყოველდღიო ვერ ითამაშებ ესე PlayStation-ზე და რაღაცა ხომ მოგბეზდება რა და მეთქი და PlayStation-ზე რო თამაშობდი და მაშინ ეხა მეთქი რა უაზროდ განყვავს დრო იმიტომ რომ ერთი კვირა იყო მაშინ არ მივდიოდით არავინ სტუდენტები და მეთქი რა გავაკეთე დავიწყე მაშინ ვარჯიში 58 კილო ვიყავი და მეც თავიდან მქონდა ის კომპლექსი რომ აი მეთქი ხა მივალ იქ და უეჭველი დამცინები რომ აუ ეს რა გამხდარია და ეს რა ის არის რაღაცა რა და მეც ეგრე დავიწყე ვარჯიში და რომ მივედი სავარჯიშო და დარბაზში რომ მივედი აი ვაფშე სხვა რაღაცა ყველას ფეხებზე ხატი ხარ რა აი ყველა არის თავის საქმეში ყველა იქ რაღაცა აი კილოს ეზიდება ყველა ის რაღაცა შეიძლება თავიდან აი შეც ეგრე მოგინეს რომ მოდი და ეხა მეც იმხელა კილოს ავწე ეხა მასე არ შეიძლება მაგრამ თავიდან გააკეთეთ ისასაც გააკეთეთ და ერთად ნუ მოგერიდებათ ლიბი დაიწყეთ და ეგ არის რა კიდე პირიქით ხა რაც პატარა ასაკიდან დაიწყებდო აი ხა მე დავიწყე დარბაზში მე დარბაზში დავიწყე 7 წელია რა 7 წელია რაც ვარჯი 7 წელი და რაღაცა თვეები რა და თავი დაიწყე ხა რაც პატარა ასაკიდან დაიწყე მით უკეთესი და ეგრე ჯანსაღ ცხოვრებას გაყვები რა ძალიან კაია ისეაც აი სპორტსაც რო არ გაყვე იმენა აი რაღაცა შედეგს რო ნახულობ შენ თო გისწორდება და ისეთ მუღამში გტოვებს რომ აი მე თავიდან ბოლომდე იზამ ყველაფერს რა ეხა ხო მაგრამ ის ეგ არის რაც ჩანს რა თქვენთან ხალხი რას თანხმობს რომ მაგის უკან რა ხდება ის კვებები ისა ის აი ეგ არის ყველაზე საშინელება მაგრამ აი გაუძლებადი არაფერი არა ერთი თვე რომ რამენაირად გაიჭირო კვებას დაიცვა ის მე ავტომატურად ორგანიზმი ისე ჩამოგიყალიბდება რომ აღარც მოგთხოვს საჭმელს რა ვაფშე აღარაფერს აღარ მოგთხოვს რა თო ეგაა რა სო ეგაა რა ბიჭო აი ხა რა ვიცი რა შეიძლება კითხო გინდა ხა მე დაგისვა ხა ერთი შეკითხვას რა ესე რა ოღონდ მოკლედ მიპასუხე ძალიან ბევრი არა ყველაზე რთული თუნდაც ვარჯიში რო დაიწყე რა ყველაზე რთული თავიდან რა იყო და ყველაზე სასიამოვნო მერე შედეგი რა ნახე რა
ყველაზე რთული თავიდან იყო კვება. იმიტომ რომ დღეში ჭამდი 6-ჯერ და თავიდან პირველი კვირა იყო აი საშინელება რა, იმიტომ რომ თავს რო აძალებ რომ ჭამ და აი გადატენილი რო გაქვს აბსოლუტურად მთელი მუცელი და რაღაც პირველი კვირა მოკლედ იყო ჭამის ყველაზე რთული. მერე მეორე კვირიდან ჭამას მივეჩვია და მესამე კვირიდან ხო რასაც ჭამდი ის აღარ მაკმაყოფილებდა და ვზდიდი უფრო მეტად. მაგრამ სასიამოვნო მაგალითად იყო ის რომ მაგალითად 58 კილოდან გუცბატი რამდენი დღე იყო გასული 26 დღეში ხო მომატებული ხონდა უკვე 7 კილო 26 დღეში და საბოლოო შედეგი იყო რომ მოვიმატე 19 კილო. იცი ატო ეს ეხა გეტყვი ხა რა მე რასაც უგვირდები კაროჩე ეს როგორ შეცდომას უშვებდა იცი აი ორჯერ ჭამდა დღეში მაგრამ აი იმენა იყრიდა თავიდან ბოლომდე რა ეხა ხო თქო 6-ჯერ ჭამდიო აი ჩათვალე 12 ჯერ რო ეჭამა ოღონდ ანუ 12 საჭველი რო ეჭამა 2 მასე რა ჭამაზე მარტო რა ეგრე ჭამდა იმე თავიდან ბოლომდე ეხა ეგ შეცდომა რა თავია გადანაწილები ეგა ყველაზე მარტივი რა თავი არის რომ შენ მოინდომო ეხა თავიდანვე დაიწყე თავიდანვე რო დაიწყე მე გეუბნები აი ერთი თვე არ გინდა რომ ორგანიზმი შეიჩვოს ყველაფერს და პირიქით მე აქეთ მოგთხოვს რა 6-ჯერ ჭამდი დღეში ყველაფერს კი არა რა რაც იყო სახლში და რაღაც არ მაგას არ ანუ ცხიმიანი საერთოდ არაფერი ეს არაფერი ჭამდი ისეთ საჭმელს აი რასაც აი არასოდეს ესე ჩემით არ დავждებოდი არ შევჭამდი მაკარონი არ უყავს ხო ერთი მაკარონი არ მიყვარს მაგრამ აი დანარჩენებს ხო ჭამდი ისეთ რაღაცებს მართლა არასოდეს არ შევჭამდი აი ხო ჭამს ადამიანი სიამოვნების გამო მაგალითად მიდიხარ სახლში და იცი რომ ეკელოდები აი მწვადი მოხდები რა აი მწვადი მხდებოდა ხოლმე მაგრამ რო არ ჭამ როგორ რაღაცა აი ეგეთი რაღაცა თავიდან იყო ექთული დანარჩენი არაფერი არ იყო შენთვის რა იყო ეს რთულობა მაგალითად ვარჯიშო და აი მე ხო ვთქვი რომ მაგალითად აი კომპლექსი არის მეთქი იმისი რა გავხდები შენ რა კომპლექსი გქონდა მე რა კომპლექსი მქონდა შენ გავხდარი იყავი მე ვიყავი ძროხა მე ვიყავ მართლა რა ვიცი ან მე ფოტოებით მაქვს რა ვიცი ამოვანათი რა იმენა ძალიან დიდი ვიყავ პატარა ვიყავ აი ამ სიმაღლე ვიყავი და იმენა თან გენეტიკაში ისე ახლა რო სუქდები ღიპი არ მეზიდება იმენა გვერდებში გავდივარ რა და ეგ იყო ყოველთვის მაგომპლექსები და იმენა რომ გვერდში ესე გავდიოდი იმენა ეს თეძოებით რაც ქვია ამას ეგენი მეზდებოდა რა არა ეგ არაფერი რა ვიცი ახლა ესეთი კომპლექსი არ ქონდა უფრო მეტად აი სუსუ თავიდან რომ პირველი ზუსტად მახსოვს იმენა რა თავიდან რომ დავიწყე ვარჯიში და რაღაცა აი ერთი თვის მერე ორი თვის მერე შედეგი ვნახე ისე გამისწორდა რა ეს სწორი ხომ მქონდა და პატარაზე როგორც კი ამოიბერა ისე გამისწორდა რომ იმენა მას შევყევი და ეხა უკვე აგერ ამდენი ხანია რა ისე ვარჯიშობ რა თავარი არის იტოქში დაიწყო ყველაფერი აი თუნდაც ეხაც რა ჩვენით რა შეიძლება დიატკაი ვიდეოც არ იყოს ეხა ეს არც საინტერესო არც არაფერი არც არავინ არ ნახოს რა მაგრამ ეგ ამ ეტაპზე არ გვაინტერესებს ეხა ჩვენ იმიტომ რომ კაროჩი აი ერთი 3 წლის უკან თქვით პირველად რომ დავიწყოთ რა იმენა რა ჩვენც მაგრამ გვისწორდებოდა ისეთი ადამიანებიც ვართ ჩვენც რომ აი ესეთი რაღაცები უფრო გვიზიდავს რა და მაგრამ ვერ დავიწყეთ სულ კომპლექსი იყო აი ეს მეგობრები ნაცნობები ისა როგორ ნახე რაც გეტყვი მაგრამ ეგ დაიკიდე აი საერთოდ აღარ გვაინტერესებს ეხა ეგა და მაგიტო რომ ძლივს აი წარმოვიდგინე 3 წლის უკან გვინდოდა დაწყება და ეხა ძლივს მოვავით თავი რა და იმედია ეს გაგრძელდება რა და ეხა მარტო ესეთი რაღაცები არ იქნება რა ხო ჩვენი აზრით თავიდან ეხა რო გავუყვეთ კაი იქნება ესეთ თემებში როცა გავიჩნდებით რაღაცა 2-3 ისტორიას მოვყვებით რა გადაობებს რაც ეხა დიდი ხანი არ გვიცხოვრია მაგრამ რაც გვიცხოვრია ბევრი სასაცილო და გადაობა ისტორიები გვაქვს რა თან ეხა დარბაზეც მოვყვებით ორიოდეს რაღაცა გამოცდილება გვაქვს რა რამეში თუ გამოგადგებათ თლად უკეთესი რა პირიქით რა სამუთ რა